როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. რა თქმა უნდა, კარგი ხანი არ გამიშლია ჩემს საყვარელ შავმთვარეზე, იმიტომ რომ ეს უფრო ძალიან საინტერესოდ უყურებს ადამიანის პასიურ მოქმედებებს, პასიურ გამოვლინებას და საერთოდ ზოგჯერ გონია რომ ადამიანი თუ ასე იქცევა, ესე იგი ასეა, კი, პრაქტიკულია რომ ასე იფიქრო, რომ დრო არ დაკარგო, მაგრამ ზოგჯერ და ხშირ შემთხვევაში ისე არ არის, როგორც ჩანს ყველაფერი. ამიტომ სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ. რას ფიქრობს, ნახოთ. Ну, საერთო ენერგია 4-იანი თასია, 4-იანი თასის ენერგია ვერ გაიგებ ამ ურთიერთობაში ზოგადად რა ხდება. თუ ვერ გებულობ დღეს ამ ურთიერთობაში მართლა რა ხდება და სიყვარულს რაც შეეხება, მოქმედებას და ზოგადად ყველაფერს რაც შეეხება, გააქვს კითხვები, მართლა რა ხდება, ხო? და დიდი ხანი იწელება და რაღაცა ადამიანი მოიკოჭლებს. და ძალიან უხარისხოა მოქმედებაში, სიტყვებში და თავისი დრო აქვს აღებული და ეს დრო არ დამთავრდა, მაშინ თქვენზე ეს გაშლა. საერთო ფიქრი, მოდი დავუკავშიროთ, ეხლა საერთო ფიქრი რა აქვს? საერთო ფიქრი აქვს, რომ როგორ მოიქცეს ისე, რომ არ დაზიანდეს. რატო უყურებს ამაში დაზიანებას? არ ვიცი, ძალიან ფრთხილია. კონკრეტულად რაში ხარ ფრთხილი? მიჯაჭვულობაში, ანუ ნახე, უნდა რომ ამ ურთიერთობას განეჯაჭვოს, თუმცა მე მაინც ვიტყურის ცოტა დააგვიანა, იმიტომ რომ მიჯაჭვულობა მაინც აქვს, ანუ თითქოს როგორ რაღაცა იცი 4-იანების კომბინაცია არც რჩება ურთიერთობაში და არც მიდის ურთიერთობაში, მაგრამ მთლიანი ფონი დღეს არის ის, რომ არ არის ადამიანი ურთიერთობაში ისე, როგორც უნდა იყოს, ან შეიძლება მართლა პაუზაც არის ახლა ურთიერთობაში. ფიქრობს ამ სიტუაციაზე, ფიქრობს იმაზე, რომ თითქოს არც უნდა რომ მოგეჯაჭოს, ანუ არ უნდა რეგულარული რაღაცა ისეთი სისტემატური ურთიერთობა, მაგრამ უშენოდაც ვერ არის კარგად. რაში იჭერ, ანუ რატო გონია, რომ რაღაცა იცი რა გონია? თუ ავირჩევ მე უშენობას, მტკივნეულია, შენთან ყოფნაც მტკივნეულია და რატო იქცევი ესე, რა არის ამის ყველაზე მთავარი მიზეზი? ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის, რომ შინაგანად არ არის პასუხისმგებელი დააკმაყოფილოს შენი ყველა მოთხოვნა. პრობლემა ის არის, რომ ხასიათში შენ ზუსტად იცი რა გინდა, შეიძლება ახსნილის გაქვს, ნათქვამის გაქვს და მუჭიც გაქვს დარტყმული ანასი ან არაფერიო და ნუ მიიღო და გაიგო ამ ადამიანმა ეს ყველაფერი. უბრალოდ გაიგო, მაგრამ არ მიიღო, იმიტომ რომ არ ეთანხმება ამას, არ უნდა ამას რაღაცა სერიოზული, ისე არაპროგნოზირებადია. უფრო დღეს არის და ხვალ შეიძლება რაღაცა ვერ იყოს ისეთი ხარისხიანი, საერთოდ არ მოგწეროს, ან რაღაცა რა მინიმუმ მოწერა, საერთოდ მინიმუმ არის. კიდე რას ფიქრობ? იმდენი რამე აქვს სათქმელი, მაგრამ თავის სიტყვებს ვერ აძლევს მიმართულებას, იმიტომ კი არა, რომ რამე არ შეუძლია, იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცი, გაზრდილია ისეთნაირად, რომ ან რომელიღაცა მშობელმა გრძნობა და სიყვარული დააკლო თუ რაღაცა ხდება ამის ცხოვრებაში, ისეთი რომ ვერ ავლენს თავის კარგ თვისებებს, ანუ ნაკლებად თბილია. შეუძლია იყოს ძალიან კარგი, მაგრამ ნუ მისი პრობლემა არის, რომ არაფერს ალაპარაკობს. უნდა ილაპარაკოს. განსაკუთრებით უნდა ილაპარაკოს, როცა პრობლემაა, მაგრამ ეს ადამიანი არაფერზე ალაპარაკობს, არც კარგზე და არც ცუდზე. კარგი. მაშინ ვნახოთ, რას გრძნობს შენს მიმართ. ნუ, ყველაფერი იწყება ორიანებით, რა არის ეს? გრძნობაში მე მქონდა მოლოდინები, ანუ ადამიანი იწყებს თითქოს პრეტენზიით ამ ყველაფერს, ანუ მე მქონდა მოლოდინი, მე მქონდა ემოცია, მე მინდოდა და ახლა ხვდებით, რომ რაღაცნაირად დაგროზულია, რაღაცნაირად განაწყენებულია და მონატრებაშია. მე ესე ვიტყოდი, მონატრებაშია თან არ დაგვავიწყდეს. გრძნობა არის გაშვებული არ ყავ ხარ შიგნიდან. მაგრამ იცი რა პრეტენზია აქვს თავი, შენ გააფუჭე ყველაფერი შენი მოთხოვნებით, შენ გინდოდა რაღაცები. ანუ საერთოდ ასეა, სუსტი მამაკაცი. ყველა სუსტი არ არის, უბრალოდ შენი რომ არ არის მამაკაცის შესაბამისად ის იქნება ყოველთვის სუსტი. თორე შეიძლება სხვასთან ძალიან ძლიერი და ძალიან კარგი ტიპი იყოს, მაგრამ შენთან ვერ გაქაჩა ამა და შენი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და გამოდი რაღაცა უარყოფითი შენ ამ შემთხვევაში და შენ გააფუჭე ყველაფერი, თორე მე ყველაფერი მინდოდა. ამ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი სათქმელი შენთან.
ძალიან ბევრი რაღაცა აქვს სათქმელი. და ამ ეტაპზე თulis რომ გრძნობებს და ემოციებზე საერთოდ არ უნდა ილაპარაკოს. ისე მონატრება კი აქვს, რაღაცნაირი განცდა აქვს, რომ აი რაღაცნაირი რა წუხს ადამიანი. თავის თავში წუხს. კი, წუხს და არეულია. რა იქნება მისი მოქმედება, ნახოთ. ნახოთ, რა იქნება მისი მოქმედება. დააგვიანდება მაგის მოქმედებას. ამდენი ფიქრი მე არ ვიცი რა. ძალიან ბევრს ფიქრობს, კიდევ მეც იფიქრებს, იმიტომ რომ მოქმედება პრობლემა კი არა, პრობლემა არის ნახე 10-იანი პენტაკლი, გათამაშებულია ეს ყველაფერი. თუ უნდა მოვიდეს, თითქოს თავი მოგაჩვენოს, რომ მე ყველაფერი გავიგე, მე ვიქნები სერიოზული, მე ყველაფერს შევცვლი, უფრო მეტ პასუხისმგებლობას ავიღებ, ვარ პასუხისმგებელი. ამაშია პრობლემა, თორე განა იმაშია პრობლემა, რომ მოსვლა არ უნდა, არა, პირიქით, მოსვლა უნდა, ყველაფერი უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გადაიდება, რადგანაც როგორ დახვდები აქაა საქმე. აი ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. შენ თუ შეუმსუბუქებ ყველაფერს, მაშინ რა თქმა უნდა, ყველაფერი გაგრძელდება, ოღონდ ისე არა როგორც შენ გინდა. მე კი ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.